ჩვენ ღიად და თამამად ვლაპარაკობთ იმას, რაც ჩვენ გვინდა და ზოგჯერ ეს არის ხოლმე სახელმწიფო მოწყობის შესახებ კრიტიკა. ეს საქმე არ არის სტანდარტული, რაიმე ტიპის ბიზნეს დავა, ან რაიმე ტიპის სამოქალაქო დავა, არამედ არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება სამოქალაქო სამართლებრივი პროცედურები იქნეს გამოყენებული რელიგიური გაერთიანების სუპრესიისთვის და მისი რეპრესირებისთვის. ამ საქმეში უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო მხარის საჩივარი, იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იყო უკანონო და დაუსაბუთებელი და პრაქტიკულად ხელი მოაწერა გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, რომ წლების მანძილზე მრევლის და შემომწირულების მიერ გაღებული სახსრებით აშენებული ეკლესიის შენობა უძრავი ქონება იქნეს წარქმეული რელიგიური უმცირესობისთვის, რელიგიური ორგანიზაციისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის აღნიშნოს ის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ამგვარი გადაწყვეტილება არ მიიღო, პირიქით პირველი ინსტანციის სასამართლომ აბსოლუტურად სწორად მიიჩნია, რომ სარჩელი იყო დაუსაბუთებელი და ერთი შეხედვითაც ეს ნამდვილად ასე იყო და არ დააკმაყოფილა არც ერთი მოთხოვნა მოსარჩელისა, თუმცა სააპელაციო სასამართლოდან უკვე შეიცვალა ეს მიდგომა და ჩვენ ნათლად ვხედავთ იმას, რომ სამართალწარმოების მიზანი გახდა რეალურად რელიგიური ორგანიზაციის შევიწროება და რეპრესირება.